საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები საგარეო საფრთხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ეს საკითხები, რაზეც დავით ბაქრაძემ ამერიკელ პარტნიორებთან შტატებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა. გაიმართა ორმხრივი მოლაპარაკებები ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველთან, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო ბრძნის თანაშემწის მოადგილესთან და სენატორებთან. სახელმწიფო მინისტრი დღეს ამერიკელ კონგრესმენებს და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა. ასევე დაგეგმილია მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია ატლანტიკურ საბჭოში. შეხვედრებისას ჩვენი საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას, ვისაუბრეთ ორმხრივი საავჭრო ეკონომიკური ურთიერთობების მტკიცების გზებზე და საშუალებებზე, რა თქმა უნდა გავაცანით მდგომარეობა, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა და რა თქმა უნდა ის ანექსიური ნაბიჯები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე.